გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. ამერიკულ ფარაზე გამოქვეყნებული დოკუმენტები და პოლიტიკური შეფასებები ქრონიკაში. თბილისში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით მოტო ინსპექცია შეიქმნა. საქართველოს შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი შეფასება პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით იმის დასტურია თუ რატომ უნდა მიხვეს შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ საქართველომ გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად საოცრად კარგი შედეგები აჩვენა. რატი მეტრეველი მუშაობს თემაზე და პირდაპირ ეთერში გვერდდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკას შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. აქ ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე საკითხზე, რომელთა შორის არის მაგალითად ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი, საერთო ინფლაცია, საჯარო ვალი, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და სხვა. ყველა ამ მიმართულებით სავალუტო ფონდი საქართველოს დადებითად აფასებს. აქვე განხილულია ის გზებიც, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ ამ მაჩვენებლებს მიაღწია. დადებითია ამავე მონაცემების მიხედვით გაკეთებული პროგნოზიც, რომელსაც სავალუტო ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2% არის ახლა უკვე განახლებული პროგნოზი. ანუ ამ თვალსაზრისით ხედავს მაღალი ზრდის შენარჩუნების კარგ პერსპექტივებს. ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციასთან დაკავშირებით, რომ მისი პროგნოზი არის, რომ ინფლაცია კვლავ შენარჩუნდება მიზნობრივ 3%-თან ახლოს, ეს ემთხვევა ჩვენს ხედვასაც. მნიშვნელოვანი არის ასევე ხაზგასმა იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო რეზერვების დაგროვა კვლავაც ნარჩუნდება პრიორიტეტულად და ამ თვალსაზრისით ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს, რომ გაზარდოს რეზერვები. აქ ჩვენი ხედვა ემთხვევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ნაცვლად 6%-ზე 7.2%-ს ელოდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს საშუალოდ 9.7%-ის ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რის საფუძველზეც ქვეყანაში გაიზარდა საშუალო შემოსავალი, გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. აღნიშნულია ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა და მიღწეული შედეგები, მათ შორის დეფიციტის 2.5%-ის ფარგლებში შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას იძლევა გაგრძელდეს ვალის მდგრადობა და ვალი შენარჩუნებული იქნეს უსაფრთხო დონეზე. ასევე აღნიშნული იქნა მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგები. ანგარიში ხაზგასმულია, რომ ამ დადებითი მაჩვენებლის მიღწევა საქართველოს შიდა თუ გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად მაინც შეძლო. სწორედ ამ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარეს. პირველი კანონმდებლის თქმით, რომ არა გარე თუ შიდა გამიზნული რყევები საქართველოს ამ დადებით მაჩვენებელზე ორჯერ მეტის მიღწევა შეეძლო. მსოფლიო სავალუტო ფონდის მორიგი შეფასების მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვეს შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს. ბრიუსელის ყველა მოთხოვნის შემსრულებელი მოლდოვის მოწინავე ეკონომიკური სტაგნაცია და ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი საქართველოს ეკონომიკური სასწაული ამას თვალსაჩინოდ გვიჩვენებს. მაგრამ ამ სიხარულზე მეტი ალბათ ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევა შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები, რომ არა დონორების ნაკარნახების სიძულვილი და ექსტრემიზმი, რომ არა NGO-ების მიერ საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩართვის მცდელობები, რომ არა გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშას ჩამოკიდებული უსამშობლოები. როგორც წესი, რიცხვები და სტატისტიკა არის ხოლმე ის, რაც გარე თუ შიდა ცრუ კამპანიას ამხელს და საზოგადოებას ობიექტურ რეალობას უჩვენებს. ასეთი ამჯერად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში აღმოჩნდა. მადლობა რატი მეტრეველს. პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებაზე უცხოელების რეაქციას ეხმიანება. შალო პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნაურია, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას. შალო პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს დიპ სტეითის სქემაზე და უკრაინაში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების როლზე.
უკრაინის ხელისუფლების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილების ცვლილების განზრახვაზე უცხოელების რეაქცია კარგად აჩვენებს, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე. ერთი შეხედვით რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც ჰაიმარსებს, ატაკამსებს და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი გარედან თავსმოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები სინამდვილეში ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია. და ამ კარიბჭეებს ასე ადვილად რომ არავინ დაგახურინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებია. და რა დამთხევაა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე, ანუ თვალი და ყური, მისი დაფუძნების მომენტიდან 2015 წლიდან სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი გიზო უგულავა იყო, რომელიც შარშან სექტემბერში უკრაინის ხელისუფლებამ შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა, ფაქტობრივად აგენტი ამხილა. ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორდ კიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო. უკრაინისთვის საქმეში გამოცდილი თვალყურის მდევნებლების მისაჩენად. ამიტომაც არის ეს ხალხი დიპ სტეითის მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული. ამიტომ სვამენ ადეიშვილს ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში და ამიტომ ხვდებიან მას ბრიუსელის ევროკომისრები. ამიტომ მისცეს ნონა წოწორიას, ადეიშვილის მარჯვენა ხელს, ახალდავალებად მოლდოვის სასამართლოს რეფორმა. ამიტომ დააორგანიზებინეს გია ლორდ-კიფანიძეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეს, სააკაშვილის შემოპარება. ამიტომ დადგა სააკაშვილმა მართლაც პროფესიონალი მზვერავის სიმტკიცით წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ამიტომ გვიშრობენ სისხლს უკვე 4 წელია, რომ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან დაიხსნან, არც ელჩების დემარშებს ერიდებიან და არც პოლონელი ექიმების წინდის სპეცოპერაციას. ასე მოქმედებს დიპ სტეითი, შეგაქმნევინებს გამოგონილ სტრუქტურებს, საკუთარი აგენტურული ენჯეოებით განიშნებს საკუთარვე აგენტებს და მერე იქიდან გმართავს. და თუ ამ მართვის საცეცების ჩაჭრას მოინდომებ, თავის სასარგებლო იდიოტებს იმასაც კი ათქმევინებს, რომ უკრაინელები საკუთარ სისხლს თურმე არა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ღვრიან, არამედ იმისთვის, რომ დიპ სტეითის ნაკარნახევ კანონს თითი არ დაედოს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიციის ქმედებები სრულად ემთხვევა დიპ სტეითის ხელწერას. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია კონკრეტული დავალებით მოქმედებს, უსაფუძვლო ბრალდებები და ყველაფრისთვის რუსულის დარქმევა, მათი შეფასებით სწორედ დიპ სტეითის ხელწერაა. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიღებული იმაში, რომ პარალელურ ექსპორტში, ასე ვთქვათ, და რუსეთისთვის სანქციებთან გორცალაში დახმარებოდნენ. შეგიძლიათ მათი, აი თუნდაც პლატონი მდინარაძის ან პლატონი კოპახიძის ან სხვების განცხადებები და ასევე პესკოვის და ზახაროვას განცხადებები შეადაროთ ერთმანეთს და იგივე ნარატივებს აუცილებლად ამბობს, ამაზე მეტი რუსული რა უნდა გააკეთო. დადასტურებული ფაქტია, რომ დიპ სტეითი ებრძოდა ადამიანს და ებრძვის ადამიანს დონალდ ტრამპს, პრეზიდენტს, რომელიც არ აწყობს დიპ სტეითს. და მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება, პრორუსის იარლიკი მიაწებეს და შემდეგ მასვე მოთხოვეს, რომ თავი ემართლებინა. ზუსტად იგივე მოხდა საფრანგეთში, იგივე მოხდა გერმანიაში, მოლდოვაში, უნგრეთშიც იგივე ხდება, სერბეთში იგივე ხდება. საქართველოს ხომ საერთოდ ლაპარაკი არ გვაქვს. ეს არის მარტივი ხელწერა, როდესაც არ გაქვს არავითარი სათქმელი, აუცილებელი არის, რომ არსებობდეს მტრის ხატი და ამ მტრის ხატიდან გამომდინარე კონკრეტულ ადამიანებს უნდა დააბრალო, რომ არიან მტრები. ზუსტად იგივე ხდებოდა ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში, როდესაც ხალხის მტრებად გამოაცხადებდნენ ადამიანებს და შემდეგ გადაასახლებდნენ ხოლმე ციმბირში თუ ხრედნენ თან ოჯახებიანად. ზუსტად იგივე ხდებოდა გებელსის შემთხვევაში, ნაცისტურ გერმანიაში და ფაშისტურ იტალიაში. ეს ცნობილი მეთოდოლოგიაა, როდესაც პროპაგანდისტულად იყენებენ იმას, რომ ჯერ რომელიმე სუბიექტი უნდა გააშაო, ამისთვის აიჩენო რაღაც ერთი ფრაზა, ეს იარლიკი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება. ხანდახან ეს ხდება ხოლმე პოლიტიკურად, ხანდახან ფიზიკურადაც კი. არანაირი საფუძველი, არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამადასტურებელი იმისა, პირდაპირ იწყებენ რუსული. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში ნაცნობური მოძრაობისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებიდან ამონარიდებს ვიდეოს სახით აზიარებს. მამუკა მდინარაძე წერს, რომ გებელსისეული პროპაგანდის არსია, დააბრალე რაც გინდა, მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა თუ ისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იმყოფებოდა. ეს არის კრემლი და ეს არის პუტინი. ჩამოუყარეს FSB-ში დიკებით და თავრობაში დაგვისვეს. დღეს საქართველოს ყავს ღიად პრორუსული მთავრობა. საქართველოს ახლა ყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს.
გებელსისეული პროპაგანდის არსი. დააბრალე რაც გინდა მთავარია დაბრალებულის ბევრჯერ გამეორება აგენტურის მიერ. ამ სიბინძურეს Deep State აორგანიზებს. ამას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს. რუსული რუსულმა რუსულს ამაზობაში აგენტურის სამარკო ნიშნად სიტყვა რუსული იქცა. პატრონებმა მისი თქმა რომ აუგრძალონ, ფუნქციას კარგავენ. ამერიკულ ფარაზე გამოქვეყნებული დოკუმენტები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ამ დოკუმენტების თანახმად ნაციონალურმა მოძრაობამ ამერიკული ლობისტური კომპანია ნელსონ მალინსი დაიქირავა და $360,000 გადაუხადა. ეს კომპანია კი თავის მხრივ კონგრესმენ ჯო ვილსონის დამფინანსებელია. ესეთი მას შეიძლება ძალიან ბევრ სენატორთან არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან წარმატებული და ძლიერი კომპანია, რაც შეეხება ზოგადად ლობისტურ საქმიანობას, ახლა არაფერი უკანონო ამაში და მას არნახული არ გახავთ და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ამ გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება ერთი რამ, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს. ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი. ამაში ფული არის გადახდილი, ამაში სხვა ინტერესები დევს. ის ინტერესები, რომელიც აბსოლუტურად არ მოდიოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან კავშირში. მაგრამ აი ადამიანების ამ გაურკვევლობაში ყოფნით, ამ პროპაგანდისტული ლოზუნგებით, ამ შანტაჟის ენით ფიქრობდნენ საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას, ზემოქმედების მოხდენას. მაგრამ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა რთული იყოს აი ამ ზეწოლის, ამ ტოტალური იდეოლოგიური თუ პროპაგანდისტული წნეხის დაძლევა, სიმართლე მას მოიტყვიან თავის გზაყვალს პოულობს. არაერთხელ დავსრულე ეს კითხვა, რომ როგორც 2023 წლიდან მოყოლებული გარედან მართული ადამიანები ამბობდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ფარას კანონში მხოლოდ და მხოლოდ მტრული ორგანიზაციების რეგისტრაცია ხდება. რეგისტრირებული არის ნაციონალური მოძრაობა. ისმის კითხვა, როდის გახდა ნაციონალური მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის მტერი ორგანიზაცია. აი თვითონვე თავისავე დადებულ ნაღმებზე პეთქდებიან ხოლმე ეს ადამიანები, თავისავე ნათქვამი უბრუნდებათ უკან და თვითონვე ამტკიცებენ, რომ არიან ჩვეულებრივი მათგბორები და ცრუპენტელები. დადასტურებული ფაქტი არის, რომ ნაციონალური მოძრაობა ფულს იხდის იმისათვის, რომ კონკრეტული ლობისტები ყავდეს და შემდეგ ამ ლობისტური საქმეებიდან გამომდინარე ვიღებთ, რომ თურმე მაგალითად ჯო ვილსონს ღამეები არძინავს საქართველოს ფიქრით. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს უპასუხა. საგამოძიებო უწყება მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის საქმეს იძიებს. ყოფილმა მინისტრმა ამ საქმის ფარგლებში ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. მეტ დეტალს ნინო არღულიანი გვეტყვის. გენერალური პროკურატურიდან გამოსულმა ლევან იზორიამ გვითხრა, რომ გიორგი გახარიას 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის თაობაზე საქმის კურსში არც თავდაცვის სამინისტრო ჩაუყენებია. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ფაქტები დასტურდება ის, რომ გიორგი გახარიას ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არც მისი უწყება და არც პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა. მეტიც, გიორგი გახარია მაშინ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მოქმედი წევრი იყო და მას უსაფრთხოების საბჭოც არ მოუწევია. ლევან იზორიას განცხადებით, პასუხისგებლი ამ პოლიტიკოს სწორად უნდა შეეფასებინა საფრთხეები და გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ უნდა მიეღო, რაც გიორგი გახარიას როგორც ირკვევა, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს არ გაუკეთებია, რადგან უკვე ფაქტებით არის ასევე დადასტურებული ის, რომ სწორედ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ქვეყნის ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია მოყვა. ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში იქნებოდა ეს მთავრობის დომა თუ განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი განხილვა არ ყოფილა. მაშინ უსაფრთხოების თემებს სერიოზული აღქმა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. სამწუხაროდ მივიღეთ ცუდი შედეგი, ფაქტებით ვამყარებთ და არა მხოლოდ სპეკულაციებით. არ არსებობს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ შექმნილი მით უფრო ორგანომ ახალი მოტივაციით და პასუხისმგებლობით შეიკრიბოს, რათა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ნომერ პირველი პრიორიტეტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის საფრთხეებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ შემთხვევაში ამ საგუშაგოს განთავსებას განხილული იყო სწორედ
პასუხისმგებლიან ფორმატში, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. პოლიტიკოსის ვალდებულება საფრთხეების პრიორიტეტები განსაზღვროს. როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით უფრო დიდი საფრთხეში წინაშე შეიძლება აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდე და შესაბამისად იმოქმედო. თავარი პასუხისმგებელი თემაზე არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მით უფრო ამ გადაწყვეტილების მიღები ხდება პრემიერ-მინისტრი. რა ინიციატივა ჭირდება, ინიციატივის ავტორი თვითონ არის და თვითონ არის პასუხისმგებელი. როგორც მაყურებელმა უკვე იცის, გენერალური პროკურატურა მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის საქმის ფარგლებში სწავლობს ჩორჩანის ეპიზოდს. 2019 წელს გიორგი გახარიამ სოფელ ჩორჩანაში გახსნა საგუშაგო, რასაც ოკუპანტების მხრიდან დამატებითი საგუშაგოების გახსნა მოყვა და ასევე მოყვა 1 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ოკუპაცია. სწორედ ადგილობრივები გამოიკითხნენ ამ საქმის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში, რომლებმაც თქვეს, რომ 2019 წლის შემდეგ ისინი სოფლის ტყეს სწორედ ოკუპაციის გამო ვერ იყენებენ. დღეს კი გამოძიებამ, როგორც უკვე გითხარით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხა. პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა. გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურით დაინტერესდა. შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს აკადემიის რექტორმა დეტალურად გააცნო სასწავლო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი სფეროები, სამართალდამცველთა პროფესიული მომზადების პროგრამები და თანამედროვე სასწავლო მიდგომა. გეკა გელაძემ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები, კრიმინალისტიკური ლაბორატორია და საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა, ასევე გაიცნო დახურულ, ნახევრად ღია და ვირტუალურ ტირს. სულხან თამაზაშვილმა ქართული ოცნების ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათა კობალაძე წარადგინა. თამაზაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების და ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. არ დავიშუქებ შრომას და ენერგიას იმისათვის, რომ ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა და მათ შორის პოლიტიკური ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღების პროცესი გაიზარდოს და ჩემს ენერგიას მაქსიმალურად მოახმარ ახალგაზრდების კარგული განვითარების შესაძლებლობას. თბილისში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით მუნიციპალური ინსპექციის მიერ ახალი პროექტი მოტო ინსპექცია შეიქმნა, რომელიც ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით აღიჭურვა. პროექტის მიზანია ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე მოტო ინსპექციამ ეფექტიანად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალური ინსპექციის ფარგლებში ამოქმედა ახალი მიმართულება მოტო ინსპექცია, რომელიც აღიჭურვა ევროპული სტანდარტების ტრიციკლებით, შესაბამისი ეკიპირებით, ასევე თანამშრომლებმა გაიარეს გადამზადება. მოტო ინსპექცია იმუშავებს დედაქალაქის იერსახის, გარემოს დაცვის, აკუსტიკური ხმაურის კონტროლის მიმართულებით, ასევე ძალიან ეფექტურია ოპერატიული რეაგირების კუთხით, როგორც სამშენებლო, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიმართულებით. ძირითადად საუბარი არის ისტორიულ ზონებში, ტურისტულ ზონებზე, ცენტრალურ მოედნებზე და გამზირებზე, სადაც როგორც გადაადგილების კუთხით, ასევე რეაგირების კუთხით ძალიან ეფექტურია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს სრულდება. გორის საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა განათლების მინისტრი გივი მიქანაძემ საგამოცდო პროცესი შეაჯამა. ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი. უკვე დაწყებულია საგამოცდო ნაშრომების გასწორება. პროცესი მართლაც ძალიან აქტიურ ფაზაში წარიმართა 24-ვე საგამოცდო ცენტრში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში სულ მცირე ერთი საგამოცდო ცენტრი მაინც ფუნქციონირებდა. მიმდინარე პროცესში შეიძლება ითქვას, რომ ათასობით ადამიანი იყო ჩართული და ამ ადამიანების ძალიან დიდი ძალისხმევა და მონდომება არის ის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სტაბილურად ყოველგვარი ექსცესების და კანონთა შესაბამისობის კონტექსტში
წარიმართა. კიდევ ერთხელ ყველა გამოცდაში მონაწილე პირს უსურვებ წარმატებას, დარწმუნებული ვართ, რომ მათ მიეცათ სრული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალი გამოემჟღავნებინათ. შედეგების გამოცხადება სრულად დასრულდება აგვისტოს პირველ რიცხვებში და ნებისმიერ აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება გაასაჩუქროს თავისი ნაშრომი. რაც აბიტურიენტებისთვის მინდა აუცილებლად ხაზგასმის თქვა, შედეგების ნახვის შემდგომ მათ და რა თქმა უნდა აპელაციის პროცესის დასრულების შემდგომ მათ ექნებათ საშუალება და ეს ფანჯარა იცით თქვენ რომ მუდმივად ღია არის, შეცვალონ თავიანთი არჩევანი, ჩამოაყალიბონ რომელი პროგრამები, რომელი უმაღლესებია მათთვის უკვეთესი და დაალაგონ რეიტინგულად ეს სია. დაახლოებით 3 საათში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი დაიწყება. დინამო არენის კარი უკვე გაიღო. შოუს დაწყებამდე მსმენელის განწყობაზე DJ იზრუნებს. სალომე შანშიაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში და უფრო მეც მისგან გავიგებთ. დინამო არენას კარი ჯასტინ ტიმბერლეიკის თაყვანისმცემლებისთვის დაახლოებით 5 საათიდან გაიღო და მსმენელთა ნაწილი უკვე საკონცერტო სივრცეში იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ღონისძიებას ქართულ მსმენელთან ერთად, რომელიც ცხადია უმრავლესობაშია, საკმაოდ ბევრი უცხოელი დაესწრება. დაახლოებით 20,000 ტურისტი საგანგებოდ კონცერტზე დასასწრებად არის ჩვენს დედაქალაქში ჩამოსული. ასევე უნდა გითხრათ ის, რომ დღევანდელ საღამოს საერთო ჯამში დაახლოებით 55,000-მდე ადამიანი გაატარებს დინამო არენაზე. საქართველოში პირველად ვარ და მოუთმენლად ველი როგორი იქნება კონცერტი. ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნითაც. აქ სამუშაოდ ჩამოვედი და არ ველოდი ჯასტინ ტიმბერლეიკის ჩამოსვლას. ბილეთი ბოლო წუთს შევიძინე. დიდი ხანი აქვს, რაც ჯასტინს უსმენ ალბათ ბავშვობიდან და პირველად ვესწრები მის კონცერტს. ძალიან ისეთი მოლოდინები მაქვს დიდი. და იმედი მაქვს არ გამიცრუდება. კოლუმბიიდან ვარ და საქართველოში პირველად ვიმყოფები ჯასტინის კონცერტზე. ჩემს მეგობარს გამოვყავი, რომელიც მისი დიდი მსმენელია. მე ჯასტინის შემოქმედება ინსინკინენ ვიცი. პირველად ვარ საქართველოში, პირველად ვარ ამ კონცერტზეც. ძალიან გახარებული ვარ. იმედი მაქვს, რომ მალე შევალთ კონცერტზე. ველით ცნობილი ჰიტების მოსმენას, სიმღერების ჩამონათვალი ვნახეთ და ენთუზიაზმით ვართ განწყობილი. დღეს დინამო არენაზე იმყოფებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი მოადგილესთან ერთად. თინათინ რუხაძე გაეცნო სამზადის, ასევე გარკვეულ ტექნიკურ დეტალებს და გაესაუბრა კონცერტის ორგანიზატორებს. რაც შეეხება საკონცერტო განრიგს, 8:30-დან მსმენელთა განწყობაზე იზრუნებს ჯასტინის ტურის DJ ენდრიუ ჰაიფსი, ხოლო 9 საათიდან უკვე სცენას დაიკავებს პოპ მუსიკის პრინცად აღიარებული ჯასტინ ტიმბერლეიკი. დღევანდელი საღამო სტარინგ ჯორჯიას კამპანიის ფარგლებში გაიმართება. მადლობა სალომე შანშიაშვილს. თავდაცვის სამინისტროში კალათბურთში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი დაიწყო. წელს ფინალურ თამაშებს გიორგი ანწუხელიძის მშობლიური ახმეტის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს. შესარჩევი თამაშების პირველი ეტაპი კრწანისში საერთო საჯარისო ტერიტორიაზე გაიმართა. ერთმანეთს თავდაცვის ძალების მეორე და მესამე ქვეითი ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატში 27 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა. ყოველწლიურად მონაწილეობ მე 2020 წლიდან. დიდი შემართებით ვართ ჩვენ სამხედრო მოსამსახურეები, დიდი პატივია. აქტიურობა არის დიდი, 27 გუნდი იღებს მონაწილეობას. ყველა სტრუქტურული ერთეულიდან გამოვავლენთ გამარჯვებულ გუნდებს, რომლებსაც უკვე ვათამაშებთ ახმეტაში ფინალურ ეტაპებზე. ამ ტურნირით ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ პატივს მივაგებთ გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას და მის სახელის უკდაყოფას. დასრულებულია რამდენიმე წუთში ეთერს თეა სიჭინავა განაგზობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.